მოგესალმებით, მეგობრებო, ჩემი დღე დაიწყო. ეხლა ვაპირებ გავაკეთო სადილი. დღეს მინდა ბავშვებს დავახვედრო ღომი. და ღომი რანაირი იქნება ბაჟის გარეშე და ბაჟი რანაირი იქნება ქათმის ხორცის გარეშე. ამიტომ მომიწევს სრული კომპლექტის გაკეთება, მოკლედ ღომი. ბაჟე, შემწვარი ქათამი და ასევე სახლში მაქვს ყველი, სულგუნი და მოკლედ აუცილებლად უნდა გავაკეთო ეგ. დღეს კიდე აეროგრილში მინდა რომ ვცადო ქათმის შეწვა, არასდროს არ შემიწევს აეროგრილში, ვიცი რომ ეგრეთ წვავენ და აბა ვნახოთ როგორ გამოვა. თან პატარა ზომის ქათამი მაქვს და უნდა ჩაეტიოს და ვნახოთ აბა როგორ გამოვა. აი ესეთი ღომი მქონდა, ორ ნაბიჯში ვიყიდე და სამწუხაროდ ძალიან გასარიცხი აღმოჩნდა, ძალიან ბევრი შავი რაღაცები ქონდა და ალბათ ესე 2 საათი დავხარჯე მხოლოდ მის რეცხვაში. ძალიან დიდი ხანი ვრეცხე, სანამ აი ესეთი გამჭვირვალე არ გახდა წყალი და არც ერთი შავი წერტილი რომ აღარ იყო, მერე დავიწყე მისი ხარშვა. სანამ ღომი იხარშებოდა, ქათამს წავუსვი ზეთი, მოვაყარე მარილი და ჩავდე ჩემს აეროგრილში, დავაყენე 150 გრადუსზე და 20 წუთში გადავატრიალე და კიდევ 20 წუთით ჩავრთე აეროგრილი და ბოლო 10 წუთი 180 გრადუსზე დავაყენე, რომ კარგად შებრაწულიყო. ანუ მთლიანობაში 50 წუთში მზად იყო. ღომს კი მოვაყარე ცოტა მარილი და როდესაც მოიხარშა, დავამატე მჭადის ფქვილი. კარგად ვურიე და მოკლედ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვრთე, ცოტა სქელი ღომი კი გამომივიდა, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან გემრიელი იყო, აი ესეთ ნაირ ყვილთან ერთად და შემდეგ ბაჟეც გავაკეთე. აი ესეთი გემრიელი და ქათამი გამოვიდა ასევე ძალიან გემრიელი, კარგად მოიხარშა შიგნიდან და ხრაშუნა იყო გარედან. ძალიან მომეწონა აეროგრილში შემწვარი ქათამი. მოკლედ დესერტად კი მარიტამ გადაწყვიტა ჩვენი გაკვირვება და დაიწყო სინაბონების გამოცხობა. აი ესე თვითონ მოიფიქრა, თვითონ მონახა რეცეპტი და მოკლედ მე საერთოდ არ ჩავრეულ ვარ. ესე მოკლედ მარჯვედ ელაპარაკება ცომს და გამოვიდა აი ესეთი ხვეულები, რომელიც გამოაცხო და შემდეგ მოასხა რაღაც თეთრი კრემი, რომელმაც ძალიან გააგემრიელა, როგორც შესახედავად, ისევე გემოთი. ლამაზი, ოღონდ კარგად შეწია, არ გადმოგივართ. ზუსტად ისეთია, როგორც ხობს აქ. მე არ ვიცი. კაი. კარგად გააკეთე და ტექსტია. დავამთავრე გაკვეთილები და ნახე რა გამოვაცხარ. მოკლედ, მე და მარიტა ახლა სერიალს ვუყურებთ და თან ყავას მივირთმევთ აი ესეთ გემრიელ სინაბონებთან ერთად. უკვე ერთი გავსინჯე და მეორეც მოვითხოვე. დამატება, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, მეგობრებო. თუ გინდათ მარიტა რეცეპტს გვეტყვი? კი. დააწერე. მაგ რეცეპტი. აი ესეთი არის. ანუ თან ბილიცამია და თან ხრატუნე, ხო? ეგეთი უნდა იყოს. გარედან ხრაშუნაა და შიგნით ბილი. განსაკუთრებით იმათ მოეწონება, ვისაც დარიჩინი უყვარს. მე დიდათ არ გამოვირჩევი დარიჩინის სიყვარულით, მაგრამ მაინც მომწონს. იმდენად გემრიელი არის. თან მე საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა, აი საერთოდ, მარიტამ თვითონ გააკეთა უბრალოდ ინგრედიენტები დავუწყე, ვუთხარი სად რა არის და თვითონ მიხედა ყველაფერს და ძალიან მიხარია, რომ აი ესე კარგად გამოუვიდა. ესეთი ინტერესი აქვს ცხოვის და რაღაცა გურმანი არის მარიტა, უყვარს გემრიელი რეცეპტების მოფიქრება და ესე გამოცხობა და არა მარტო გამოცხობა, ხო? ისედაც რაღაცებს, სალათებს და რაღაცებსაც აკეთებს ხოლმე და
მოკლედ გაგიზიარებთ ხოლმე მარიტას რეცეპტებსაც. დაგვემატა ფატი დედა. ხო, ფატი შეზრდება. ძალიან ესეთი ღირსეული. ფატის ხაჭაპურები შენი სალათები და ჩემი გამკვილეული. მოკლედ ფატი დვა. როგორი ვარდები მომართვა დღეს ვალენტინობას. მოვიგო წარმოიდგინე სამივეს რომ მოვუგო. დაგაიჩინე. აი წავაგე. Surprise. ეხლა ჩავდოთ ბაზაში. აი ესეთი ბაზა მაქვს. ესე მოხდა ჩვენ სახლს ლამაზი ვარდები. ზის ჩორხო. ჩვენი აივნიდან. როგორც ინა გამოვედი აივანზე, ძლივს ცოტა დათბა და გადავწყვიტე ცოტა ხანი აქ დავჭდე და ვუყურ მზის ჩასვლას. ეს დღეები საერთოდ ვერ გამოდიოდი, ვერ დავტკბი ნორმალურად აივნით, იმიტომაც არ არის ვიდეოები აივნიდან. ეხლა რომ გამოზაფხულდება, უფრო ხშირად დავჭდები ხოლმე თქვენთან ერთად აივანზე. არ მეგონა ესე მალე თუ დაისვრებოდა ჩემი ფარდები, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ლაქები გაუჩნდა, იმიტომ რომ კარებში ეტანება ხოლმე ცუდად და ამ ჟელეთი გადავწყვიტე შავი ლაქების მოცილება და სათითაოდ წავუსვი ყველა ლაქას, ესეთი სუფთა ღრუბლის დახმარებით, აი ესე ყველგან სათითაოდ მოვნიშნე და შემდეგ შევუდექი ფარდის ჩამოხსნას. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა უკვე აღარ დამრჩა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ეს ლაქები და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გამერეცხა. მოვათავსე ჩემს სარეცხ მანქანაში და რეჟიმი მივუთითე შერს. ჩემი მანქანის შემთხვევაში ეს არის ყველაზე დელიკატური რეჟიმი და ყველაზე მეტად უხდება ფარდებს. დღეს კი სადილად გადავწყვეტე მომემზადებინა ვისთვის მაკარონი პაფლოცკი, ვისთვის ბოლონიეზე. ძალიან გემრიელი არის, გავსინჯო უკვე. ცოტა მწვანელის მოყრეთ შეიძლება და სასწაულია. ამასობაში ჩემი ფარდა გაირეცხა და გაშრა კიდეც, იმიტომ რომ თითქოს შრალი ამოვიდა და ძალიან გამიხარდა, რომ ერთი ლაქაც არ დარჩა ისე კარგად გასუფთავდა. და როგორ იქნებოდა ტკბილი დესერტის გარეშე, დღეს გადავწყვიტე ბლინები მომემზადებინა. აი ესეთი ბლინჩიკები გამომივიდა. ნატალის ძალიან უყვარს. ხოდე? კიდე ერთი საჩუქარის სავალენტინო. აი ესეთი ოთხკლის უთო მექნება დღეიდან. ნახოთ როგორია. მოკლედ აი აქ დაჭერით ჩავრთე ჩვენი ოთხკლის უთო და აი ეს არის ოთხკლის გამომშვები. ეს ხო ოთხკლი უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ წყალი ჩასხმული მაქვს, აი აქ. ესეთი სპეციალური ჭიქა აქვს. და ეხლა აბა დავაუთხოვოთ ჩვენი ფარდები. არ ვიცი კამერაში რამდენად ჩანს, მაგრამ ძალიან კარგად ასწორებს ნაკეცებს, ძალიან სწრაფად ერთ ჩამოსვლაზე. აი აქეთ აქვს უფრო შედარებით შესამჩნევი ნაკეცები და ეხლა გაჩვენებთ აბა თუ გამომივა. ტელეფონის დაჭერა და თან გაკეთება. აი ამ ნაკეთს მოვაშორებ ახლა უცებ. ნახეთ რა კარგად ასწორებს ყველაფერს. არ მჭირდება ფარდის დაუთხოვება. პირდაპირ აქვე შემიძლია მოვაშორო ეს ულამაზო ნაკეცები. თან სიჩქარეებიც აქვს, მაგრამ პირველი სიჩქარეც შვენივრად მეყო.
ეხლა წესით ეს უთოს მაგიდან უნდა გადმომეღო და გამოვთოვებინა რაღაცეები, მაგრამ რადგანაც ეს ორთქლის უთო მაქვს, ვცდი, რომ აქვე მაგიდის ამოღების გარეშე და ზედმეტი მოძრაობების გარეშე დავაუთოვო თქვენთან ერთად. და აბა ვნახოთ. ნახეთ, ასე სწავლია. მაგარია. აბა მჭირდება უთო. ხანდახან ვიქნები უთოს ხასიათით, ძალიან ბევრი დამიგროვდება. მაგრამ აი ესე უცებ რო გჭირდება მაგალითად რაღაცის გაუთოვება. ძალიან პრაქტიკული არის, არ ჭირდება მაგიდის გადმოღება. ჩემ შემთხვევაში, თავისაც სადაც გაგვცახში ადგილი უთოს მაგიდის და სულ გაშლილია, ეგ კიდე სხვა არის ალბათ და ესე ძალიან ჩემ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკული არის, რომ არ მჭირდება უთოს მაგიდის გაშლა. პირდაპირ ახლა შემიძლია ესე გავაუთოვო. Þetta kargað hátíðs. ასევე მოყვა აი ესეთი დასამაგრებელი, როგორც ჩანს თავზე ემაგრება და ესეთი ჯაგრისი აქვს, ალბათ ჩემი აზრით პალტოებისთვის არის, აი რაღაცეების ჩამოსაწმენდად იდეალური იქნება. თან ორთქლით, თან ჯაგრისით ძალიან ეფექტურად გაიწმინდება. და ასევე ესეთი სპეციალური ჭიქა მოყვა. ესეთი ცხვირით, რომ ჩავასხა ხოლმე მის სპეციალურ ჭიქაში, რეზერვუარში. მოკლედ, კაი რამე ყოფილა ეს ორთქლის უთო. ცუდია, რომ აქამდე არ ვიყიდეთ.